წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2007 წლიდან ახორციელებს. დროთა განმავლობაში პროგრამამ სისტემატიური სახე მიიღო და 2018 წლიდან 2022 წლამდე ჯამში 1053 წარმატებული სტუდენტი დააფინანსა. წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა არა მარტო ჩვენი სამინისტროსთვის, არამედ მთლიანად აფხაზეთის მთავრობისთვის და აფხაზეთის საზოგადოებისთვის. მთავარი კრიტერიუმი არის წარმატებული უნდა იყოს სტუდენტი და გარკვეულ ქულებს უნდა აკმაყოფილებდეს. ყველა მათგანი არის აფხაზეთიდან, დევნილი აფხაზეთიდან თუ კონკრეტულად უშუალოდ აფხაზეთიდან გადმოსული და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენთვის. ახლა ჩვენ უკვე ძალიან ხშირად ხვდებით ამ სტუდენტებს, მათთან შეხვედრის შედეგად იგეგმება სხვა ახალი პროგრამები და პროექტები, მაგალითად ახლა ჩვენ ზურგს უკან თქვენ ხედავთ ჩვენს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას და პროექტს, ეს არის საპილოტო პროექტი ინგლისური ენის შესწავლა აფხაზეთიდან წამოსული სტუდენტებისთვის და ეს უამრავი ძალიან საინტერესო პროექტის იდეა იბადება სწორედ წარმატებული სტუდენტების პროგრამის შედეგად. წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია იმ დევნილი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. ასევე პროგრამა განკუთვნილია სამედიცინო უნივერსიტეტის დევნილი რეზიდენტებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას სტუდენტთა სწავლის გადასახადის და აუცილებელი პირობა არის სტუდენტს უნდა ჰქონდეს მოცემულ მდგომარეობაში ბოლო სემესტრში მინიმუმ 80% საშუალო არითმეტიკული აკადემიური მოსწრებისა. აუცილებელია აგრეთვე სტუდენტს ჰქონდეს დავალიანება, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი ეს სწავლების გადასახადი. 80-დან 90%-მდე სტუდენტის თუ აქვს აკადემიური მოსწრება, ის ფინანსდება 500 ლარის ოდენობით, 90-დან 99-მდე 700 ლარის ოდენობით და 99 100% აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები ფინანსდებიან 1025 ლარით. პროცედურულად ჩვენ ინფორმაციას ვათავსებთ ჩვენ Facebook გვერდზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს Facebook გვერდზე და ასევე ინფორმაცია განთავსებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდზეც და ჩამოთვლილია ყველა დეტალი თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს სტუდენტმა. თეიმურე ჭიხორია 2023 წლის წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელიც 2023 წლის პირველ კვარტალში 700 ლარით დაფინანსდა. როდესაც გავეცანი იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებიც უნდა წარმოედგინა და იმ დოკუმენტებს ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ძალიან დავინტერესდი და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რეალური შანსები არის იმისთვის, რომ სწავლის დონე გაუმჯობესდეს და მივხვდი, რომ მარტო სტატუსი იმის, რომ რაღაც დევნილი ხარ, ეს ფორმალური არ არის. მარიამ ქეცბაია წარმატებულ სტუდენტებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 562 ლარით დაფინანსდა 2023 წლის პირველ კვარტალში. შევშინდი, რომ მეთქი მაინც და მაინც არ ვიქნები ის ადამიანი, ვისაც აირჩევენ, რადგან დიდი კონკურენცია იქნებოდა და როდესაც დამირეკა ეს ძალიან გამიხარდა და ახლაც ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. როდესაც ყავს გვერდით ისეთი ხალხი და ისეთი დაწესებულება, რომელიც მსგავს შესაძლებლობებზე მუდმივად მოგაწოდებს ინფორმაციას და ზურგს გიმაგრებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. 2023 წლის წარმატებული ახალგაზრდების პროექტის დოკუმენტების მიღება წლის განმავლობაში 4 ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი 1 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდა. მეორე ეტაპი 1 მაისიდან 31 მაისამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპი 15 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. მეოთხე ეტაპი კი წარმატებული ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება.